აგენტს ამ შემთხვევაში ამ კანონმდებლობით სუბიექტობა არ გააჩნია. ანუ მთლიანად ემორჩილება და ექვემდებარება უცხო პრინციპალს. ზოგადად ეს არის ამ პრინციპალი აგენტის ურთიერთობის ამოსავალი წერტილი, რომ აგენტი არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს პრინციპალი და მისი დავალება, მისი ნება და ინტერესი. ამისგან დამოუკიდებლად აგენტს თავისი ავტონომიური დამოუკიდებელი შინაარსი, მიზანი, ამოცანა არ გააჩნია, ხო? ზოგადად საქართველოში და სხვაგანაც ეს არის ამ ურთიერთობის ქვაკუთხედი. ხო, აი ხა როცა ისმის კითხვა ვიზე გავრცელდება, ჩემი პოზიციაც და ჩვენი პოზიციაც ეს არის, რომ ობიექტურად ეს კანონი მაგალითად ჩვენი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას ვერ დაარეგულირებს, ზუსტად ამ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ გვაქვს სახეზე აი ამ პრინციპალის და აგენტის ურთიერთობის, აი ეს ქვაკუთხედი. ჩვენს არსებობას არ განაპირობებს უცხოელის ინტერესის არსებობა, მისი დავალების არსებობა, ხო? ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი ავტონომიური მიზნები. როგორც ორგანიზაციას, როგორც ინდივიდებს, როგორც აქტივისტებს, ფიზიკურ პირებს თუ იურიდიულ პირს, ხო? ჩვენ ვარსებობთ იმდენად, რამდენადაც გვაქვს ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ავტონომიური შინაარსი და მიზანი, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და გეგმები და მოქმედებთ ამ გეგმების შესაბამისად. თუ პირობითად ვამბობ, ხო, ესეც არის ხოლმე დისკუსიის საგანი, რომ აი შენი ნათქვამი ან შენი გაკეთებული ემთხვევა ვიღაცის ნათქვამს ან ინტერესებს, ხო, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ისევ ამერიკას რო დაუბრუნდეთ და ისევ ფარას და იუსტიციის დეპარტამენტს ამერიკაში, რომელიც განმარტებებს გამოსცემს ფარასთან დაკავშირებით, ამ დეპარტამენტსაც აქვს ნათქვამი, რომ ინტერესთა თანხვედრა ან ნათქვამის თანხვედრა არ არის საფუძველი იმისა, რომ დაადასტურო აგენტის და პრინციპალის ურთიერთობა. რატო? იმიტომ რომ მარტივია პრინციპალის და აგენტის ურთიერთობაში გადამწყვეტი არის, საკვანძო არის რაღაცა ძალაუფლებრივი მიმართება. ხო, პრინციპალს უცხოელს აგენტთან მიმართებით უნდა ქონდეს გარკვეული ტიპის ძალაუფლებრივი მიმართება. უნდა შეეძლოს მისცეს მითითება და აგენტი თავს ვალდებულად უნდა გრძნობდეს, რომ აღასრულოს ეს მითითება, ხო, მისი ინსტრუქცია შეასრულოს და ჩვენი ტიპის ორგანიზაციებში, სხვა მედია ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ბუნებრივია ასეთი ძალაუფლებრივი მიმართება უცხოელთან, იქნება ეს უცხო ქვეყნის ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, უცხო ქვეყნის ორგანიზაცია არ არსებობს. ამიტომაც საერთოდ აი კანონის განმარტებაშიც კი არ ჯდება ჩვენი ტიპის საქმიანობა და ამას ემატება ბუნებრივია ის, რომ ჩვენი არც ერთი საქმიანობის შინაარსი არ ებმის სხვის ინტერესს, ხო? და ამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესი.